კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. გუშინ რაც ვნახეთ ჩვენ თეთრ სახლში, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი იყო. ზოგადად აი გუშინ რაც ვნახეთ, ეს მე საერთოდ არ გამიკვირდა, სიმართლე რო გითხრათ, რაღაც მსგავს ველოდებოდი. იქიდან მოყოლებული, რაც ხდებოდა ამ შეხვედრამდე კვირებით ადრე. Ну, რაც ვნახეთ, საერთო ჯამში იყო ამერიკის ამ ადმინისტრაციის, ტრამპის ადმინისტრაციის და კონკრეტულად დონალდ ტრამპის სირცხვილი, თუმცა რა თქმა უნდა, ემოციებზე მოდი ჯობია არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ საერთაშორისო პოლიტიკას ემოციები არ აყალიბებენ. საერთაშორისო პოლიტიკას სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესები განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, რაც მოხდა იქნა გამომდინარე, რაც უძღოდა ამ ყველაფერს წინ, ხო, რა მოვლენებიც. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ტრამპი ბოლო დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში იყო უკმაყოფილო ზელენსკის მიერ გატარებული პოლიტიკით. თავიდან მან შესთავაზა ზელენსკის და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების ის კონტურები, რომელშიც არ იყო საუბარი საერთოდ უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე, რაზეც იქნებოდა თანახმა ზელენსკი. ამის შემდგომ ის რა თქმა უნდა გაბრაზდა ზელენსკიზე და ამის შემდგომ ჩვენ ვნახეთ მისი სკანდალური ტვიტი, სკანდალური პოსტი, რომელშიც მან ზელენსკის უწოდა დიქტატორი, თქვა რომ მის რეიტინგი არის 4% და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ჩანს, ტრამპს მიახვედრეს ის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი, სახელმწიფოს პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს, ამიტომ მან შემდგომ ტონი შეარბილა, როგორც ვნახეთ და შემდგომ უკვე გამოჩნდა მინერალების შესახებ არსებული შეთანხმება, რომლის პირველი ვარიანტი როგორ რბილად რო ვთქვათ, იყო საკმაოდ კაბალური უკრაინისთვის. რასაც ზელენსკი რა თქმა უნდა არ დათანხმდა და ამან კიდევ უფრო მეტად გააგიჟა ტრამპი, იმიტომ რომ მან ვერ მოახერხა ზელენსკის, ასე ვთქვათ, დამორჩილება. ამაზე რა თქმა უნდა ზელენსკიმ არ მოაწერა ხელი და შემდგომ უკვე ტრამპმა დაიწყო უკვე მეორე რევიზირებულ ვარიანტზე მუშაობა მინერალების შეთანხმების. და ეს შეთანხმება, როგორც ვნახეთ, პირველთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო უკრაინისთვისაც, უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ომის შემდგომ პერიოდში, თუმცა არ იყო საკმარისი ზელენსკისთვის და ზელენსკი ამას უსაფრთხოების ნაწილში. რა თქმა უნდა, ზელენსკი ამას ებმის ერთმანეთს გიგა, იმიტომ რომ ბევრი მსჯელობა იმაზე, რომ ეს მინერალების შეთანხმება არის სხვა ხაზი და უსაფრთხოების საკითხი ამისთან ერთად არ იცით რა არის, გააჩნია ვინ უყურებს ამ ყველაფერს. ტრამპი იმედოვნებდა, რომ არ მიებმებოდა ეს ორი საკითხი ერთმანეთს, მისთვის უსაფრთხოების გარანტია გარკვეულწილად იყო ის, რომ გააფორმებდა უკრაინასთან მინერალების შესახებ არსებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში შევიდოდა ამერიკული ფული ომის შემდგომ პერიოდში უკრაინაში და ეს მისთვის როგორც ჩანს იყო საკმარისი. თუმცა ზელენსკი თავიდანვე ამბობდა იმას მყარად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, რომ ეს ორი საკითხი არის ერთმანეთზე მყარად გადაბმული. ანუ არ იქნება არანაირი შეთანხმება ზელენსკის აზრით, თუ არ იქნება უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომლის პირველი გარანტორი უნდა იყოს მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ლიდერი. კი ბატონო, რა გვაჩვენა უკვე შემდგომმა რეაქციებმა თქვენი აზრით მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან და გუშინდელის შემდეგ როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს უკრაინულ-ამერიკულ ურთიერთობებს, როგორც სტრატეგიული პარტნიორების და როგორც სახელმწიფოს, რომელსაც უდიდესი როლი და უდიდესი წვლილი აქვს უკრაინისთვის? რაც შეეხება ევროპას, ევროპელმა ლიდერებმა ცალსახად დაგმეს ის, რაც მოხდა გუშინ ოვალურ კაბინეტში. ისინი უცხადებენ სოლიდარობას უკრაინის პრეზიდენტს და აცხადებენ, რომ ისინი უფრო მეტ ნაბიჯებს, ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის თვალსაზრისით და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ლონდონში შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და ვნახოთ ამ შეხვედრიდან რა გამოვა. ანუ ეს განცხადებები როგორც წესი ძალიან ადეკვატური იყო ევროპის მხრიდან და ისეთი დროულიც და ბოლო პერიოდში უკრაინასთან მიმართებაში განცხადებები კარგია, ესე მოგწონს. მაგრამ განცხადებების მიღმა ახლა ქმედითი ნაბიჯები, არ ვიცი, იარაღით დამატებით უკრაინის მომარაგება თუ ასე შემდეგ, რას უნდა ველოდეთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ გუშინდელმა შეხვედრამ ოვალურ კაბინეტში ისიც გვაჩვენა, რომ ძალიან კრიტიკული არის რაღაცნაირად მდგომარეობა, ხო? დაძაბული და კრიტიკული. კი, რა თქმა უნდა,
ზოგადად აი ტრამპი რასაც სამართლიანად ამბობდა ყოველთვის მათ შორის პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც იყო ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო მეტს აკეთებდა ევროპის უსაფრთხოების დასაცავად ვიდრე თვითონ ევროპელები და ის მოუწოდებდა ევროპის სახელმწიფოებს რომელთა დიდი ნაწილი ასევე ნატოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან რომ გაეზარდათ თავდაცვის ბიუჯეტი და უსაფრთხოების ხარჯები ხო 2%-მდე და თუ ჩვენ ანუ 2017 წელს თუ იყო მხოლოდ 6 სახელმწიფო რომელიც 2%-ს ხარჯავდა თავდაცვაზე ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან დღეს მათი რიცხვი არის 23 ანუ ფაქტობრივად გაოთხმაგებულია ამ სახელმწიფოების რიცხვი და ევროპა 2014 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში მოხდა ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ და შემდგომ დონბასში დაიწყო ომი და უკვე შემდგომ 2022 წელს, როდესაც სრულმასშტაბიანი ინტერვენცია მოხდა უკრაინაში, ევროპა გამოფხიზლდა, თუმცა ძალიან ნელი ტემპებით. თავარი პრობლემა აქ ის არის, რომ ევროპას დღეს არ აქვს ისეთი რესურსი, იმ დონეზე განვითარებული სამხედრო ინდუსტრია, რომ საკუთარი უსაფრთხოებაც უზრუნველყოს და ამასთანავე მისცეს უსაფრთხოების ყარი გარანტიები უკრაინას. თუმცა ტრამპის განცხადებები ამ მხრივ არის საკმაოდ მომგებიანი ევროპისთვისაც, იმ კუთხით, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ევროპა ფხიზლდება ნელ-ნელა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, განცხადებების დონეზე, თუმცა ეს იმდენად გუშინ ჩვენაც ვნახეთ ეს იმდენად გარდამტეხი მომენტია ზოგადად ევროპისთვის და ისინი ხვდებიან რომ შესაძლოა უკრაინას თუ არ მიცემენ ადეკვატურ უსაფრთხოების გარანტიებს, შემდეგი აღმოჩნდნენ თვითონ, ხო? და პუტინს არაერთხელ უთქვამს ის რომ შესაძლოა შემდეგი იყვნენ უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოები იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დაეცემა. ამიტომ ალბათ მე ვარაუდობ რომ დაიწყებენ ევროპელები საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვას უფრო მეტ განცხადების მიღმა ქმედით ნაბიჯები. მე ვფიქრობ რომ ქმედით ნაბიჯები იქნება, უბრალოდ აქ საინტერესოა უფრო მეტად ის რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი. კი ბატონო და ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ. ასეთ სიტუაციაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის ზელენსკის ურთიერთობის აუცილებლად მალე ნორმალიზება დალაგება. ვის ხედავთ, ვინ შეიძლება ეს ევროპის ლიდერებს გულისხმობ ეს შეძლოს და როდის რა პერსპექტივაში? ხო, სხვა შორის ერთ-ერთი გამოხმაურება ესეც იყო, რომ გუშინდელმა შეხვედრა მომავალურ კაბინეტში და განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სოფლიოში ჭირდება ახალი ლიდერი. დიახ, ასე არის, ნამდვილად ევროპელებიდან შესაძლოა რამდენიმე ლიდერს კონდეს პერსპექტივა რაღაც მედიატორის როლის თამაშის ზელენსკისა და ტრამპ შორის. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატი ალბათ არის მაინც მაკრონი, რომელსაც წარსულშიც არაერთხელ გამოუთქვამს მზაობა, რომ დაილაგებინა ტრამპს და ზელენსკის შორის გაფუჭებული ურთიერთობები. შესაძლოა ჯერჯერობით ადრეა რომ ვისაუბროთ მერცზე. ჩვენ ვიცით რომ გერმანიაში წინა კვირას ჩატარდა არჩევნები, სადაც გაიმარჯვა ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ და მისმა ლიდერმა, რომელიც სავარაუდოდ კანცლერიც გახდება. ჯერ იქ მთავრობის კოალიციის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ მერცზე ჯერ ვერ ვიტყვით ვერაფერს და კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს სტარმერიც, ხო, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მზად არის, რომ იტვირთოს მედიატორის როლი და ხვალაც ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ნახავთ ევროპელი ლიდერების შეკრების შემდეგ რა კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.